2010 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა ფინანსთა სამინისტროს უკან მიუბრუნა, ამჯერად უმცირესობასთან ერთად უმრავლესობაც უკმაყოფილოა. დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები არ მოსწონთ. კანონმდებლები ბაინდურაშვილს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ურჩევენ. გაითვალისწინებენ თუ არა ავტორების შენიშვნებს, ნახეთ ლელა ციკლაურის რეპორტაჟი. პარლამენტმა 2010 წლის ბიუჯეტის სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირების გამო დაიწუნა. კანონპროექტი უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციის კრიტიკის საგანიც გახდა. 600 მილიონი ლარით შემცირებული ბიუჯეტი პრიორიტეტების გადასანაწილებლად მაგიდაზე კვლავ ფინანსთა მინისტრს უდევს. თუ მთავრობა პარლამენტის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტს დეპუტატები ბოიკოტს გამოუცხადებენ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ის პროექტები, რომელიც ფინანსდებოდა იმ პარამეტრებში, სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ფინანსდებოდა 2009 წელს, იყოს ასევე დაფინანსებული 2010 წლისთვის. ამავდროულად ჩვენ ვითხოვთ განათლების უწყების დაფინანსების გაზრდას და ორიენტირი აღებული გვაქვს მცირე კონტინგენტიანი სკოლებისთვის კომუნალური გადასახადების უზრუნველყოფაზე, პატიმრების ყოფის გაუმჯობესებისთვის, პენიტენციარული სისტემისთვის, თანხების დამატება საგარეო რისკებიდან გამომდინარე, დიპლომატიის უფრო მეტად უზრუნველყოფისთვის, ასევე ამ უწყების დაფინანსების გაზრდას. ბიუჯეტის კანონით მართული პარტიის გარდა უკმაყოფილოა საპარლამენტო ოპოზიციაც. ქრისტიან-დემოკრატები თვლიან, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული ხარჯების კიდევ უფრო შემცირება და ქამრების მოჭერის პოლიტიკის მეორე ტალღა უნდა დაიწყოს. ჩვენი შენიშვნები პირველ ყოვლისა უკავშირდება ქვეყანაში რეალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ფონდების ამუშავებას, ასევე IAPI კრედიტის პროგრამის რეალურად განხორციელებას, იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი დადგეს ფეხზე, რომ გაჩნდეს შემოსავალი, რომ მე ამ შემოსავლიდან შედარებით ადვილი იყოს სოციალური ხარჯების გაწევა. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია კი ფიქრობს, რომ პენსიის საარსებო მინიმუმამდე გასაზრდელად ბიუჯეტის კანონიდან 500 მილიონი ლარის გამონთავისუფლება შეიძლება. ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების შემცირებით. ბაღათურიას აზრით რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხა მთავრობას რეალურად არჩევნების დასაფინანსებლად უნდა. იმისთვის, რომ ამ 631,000 ადამიანს ჩვენ 150 ლარიანი პენსია დაუვიგოს, სწორედ 500 მილიონი გვაკლია ბიუჯეტში. აი ეს არის რეზერვი, რომელზეც ქართული დასის პროექტი მინიმალური პენსიის ზრდას არსებულ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაფინანსებული. ქართული დასის ლიდერს პარლამენტის სპიკერი პასუხობს. 2010 წლის ბიუჯეტი მიხეილ მაჭავარიანის კრიტიკის საგანიც გახდა, თუმცა პრიორიტეტების გადასანაწილებლად რეგიონების მოსახლეობისთვის გამოყოფილი თანხის შემცირებას ის არ ემხრობა. ამბობს, რომ მთავრობამ ჯანდაცვითი განათლებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დაფინანსების წყაროები კრიზისის გამო შეკვეცილ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით უნდა გამონახოს. ეხლა მესმის, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს ყველა ციფრში საარჩევნო თანხებს ხედავს. წელს არჩევნები არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ დავხარჯეთ მართლაც ძალიან დიდი თანხა დავხარჯეთ რეგიონებში. და კიდევ უფრო მეტის დახარჯვა შეიძლება. საარჩევნო პერიოდში არ შეიძლება ახალი პროგრამებიც მოფიქრება, მაგრამ ის რაც ბიუჯეტით იქნება გაწერილი, ის პროგრამები უნდა გაგრძელდეს. ბიუჯეტი დაიწუნა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც გიორგი მელაძის თქმით, სოციალური სფეროების დაფინანსება მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ისე უნდა დარჩეს, როგორც ეს წელს იყო. ეს შეეხება როგორც ჯანდაცვის პროგრამებს, ასევე სოციალურ პროგრამებს, ეს შეთანხმება მთავრობასთან უკვე მიღწეულია. და გარდა ამისა, ასევე თვითონ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი ასევე შესაბამისი ფენის დაზღვევის ხარჯები. ბიუჯეტის კანონის შესწორებული ვარიანტის განხილვას პარლამენტში ორშაბათიდან შეუდგებიან. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ დოკუმენტში დეპუტატების რეკომენდაციები გათვალისწინებულია. ყველა ის შენიშვნები, რაც გამოთქმული იყო პარლამენტის კომიტეტებში, განსაკუთრებით საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში, გათვალისწინებულია ამ წარდგენილ ბიუჯეტში.